ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაკიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამსახურის უფროსი გოჩა გიორგიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩა მობრძანებისთვის. მართლა აუცილებელი იყო თქვენი მოსვლა. ჩვენ მქონდა ერთგვარი გადაცემათა ციკლი, ეს იყო გასულ წელს და აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ მოსახლეობის ინტერესი მაღალია. და ძალიან ბევრ კითხვას მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უპასუხებთ არა მარტო დღევანდელ ეთერში, არამედ მომდევნო ეთერებშიც. მე დღეს მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემა გახლავთ ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესები, რა სიახლეები არის, ასევე რესპირატორული დაავადებები და გრიპი და გრიპის გამოწვევები. სეზონური გრიპი მაინც აქტიურია, მაინც ძალაშია, თუნდაც ამინდებიდან გამომდინარე, ამიტომ ვფიქრობ, ბევრი კითხვა იქნება და უფრო მეტი პასუხი და საინტერესო პასუხი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში იმუნიზაციიდან, იმიტომ რომ მაინც გრიპი იქნება ეს თუ სხვა რესპირატორული დაავადებები და არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადებები. ვიცით, რომ საქართველოში უკვე არსებობს სერვისი წლების მანძილზე, ათეული წლების მანძილზე. და რა მდგომარეობა ამ კუთხით, იმუნიზაციის კუთხით? მოგესალმებით, მეც პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მოგვიწვიეთ დღევანდელ გადაცემაში. დიდი ხანია ამ ჩვენი ეთერით ჩვენ საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ ქონია. მინდა მოგილოცოთ გუშინდელი დედის მადლობა, სიამოვნებით ვიღებთ და ასევე მოგილოცოთ დამდეგი დღესასწაული ქალთა საერთაშორისო დღეს, როგორც თქვენ, ასევე ჩვენს ტელემაყურებელს, ყველა ქალბატონს და ყველა დედას. რაც შეეხება იმუნიზაციას, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხებით პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია პრევენციული ჯანდაცვისა იმუნიზაცია. იმუნიზაცია მოგეხსენებათ არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისაგან დაცვის ერთადერთი ყველაზე მარტივი უსაფრთხო და ყველაზე მაღალეფექტური საშუალება. შესაბამისად, აი ამ შესაძლებლობის არასათანადოდ გამოყენება ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი თაობის არ დაცვის თვალსაზრისით. მე მინდა გითხრათ, რომ იმუნიზაციის დღესდღეობით საქართველოში იმუნიზაციის პროგრამაში, რომელიც არის რუტინული იმუნიზაციის კომპონენტს, რასაც გულისხმობთ, პრაქტიკულად ჩვენ თავაზობთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ბავშვებს დაბადებიდან სხვადასხვა ტიპის ვაქცინას და სულ ჩვენ ვიცავთ 13 სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისას. როგორიც არის მაგალითად იგივე ტუბერკულოზი, ბ ჰეპატიტი, დიფტერია, ტეტანუსი, დაბადებიდან ახსენეთ თქვენ ეს პირველი სამშობიაროდან იწყება ეს ვაქცინაციის პროცესი და გრძელდება მათ თქვათ სრულწლოვანებამდე. რამდენია ეს სრულწლოვანება 18 წელს გულისხმობთ? აი ბატონ გუჩა, აუცილებლად განაგზავნოთ თქვენ, მაგრამ თქვით დაბადებიდან. მე დარწმუნებული ვარ, ალბათ დაბადებიდან, როდესაც სამშობიაროში იმყოფება დედა და ჩვილი, მაშინ გაცილებით მეტი იქნება თანხმობა იმუნიზაციისა, ვიდრე შემდეგ პერიოდში. იმიტომ რომ თქვენ სტატისტიკასაც შეეხეთ, ვიდრე ჩვენ გადაცემას დავიწყებდეთ და საკმაოდ ისეთი კლებადი სტატისტიკა არ არის, მზარდი სტატისტიკა ამასთან კავშირში. გადაცემისთვის წამოვიღე სპეციალურად 2024 წლის მოცვის მაჩვენებლები. აი თუ შეგვიძლია რომ ახლოს მოვიყვანოთ ახლა კადრი ოპერატორს თქო. იმერეთის რაიონების მიხედვით ეს ვთქვათ კრეფსიტი ჯამური მონაცემია მოცემული აქ თითეული აი ამ 13-ვე აცრასთან დაკავშირებით, რომელიც 9 ვაქცინით ხდება მათი მოცვა ამ 13 ასე ვთქვათ ინფექციის მართვისა. აქედან ნულოვანი გვაქვს ჰეპატიტი B და BCG, რომელიც პრაქტიკულად სამშობიაროში კეთდება და ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი სწორედ ამ შემთხვევაში გვაქვს, სადღაც 95.27% არის ჰეპატიტი B და BCG-ს ვაქცინაცია 94-52%. ეს თუმცა ესეც იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ნულოვანი და შესაბამისად სამშობიაროშივე ხდება მისი შეთავაზება აღნიშნული ვაქცინის, მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კომპონენტშიც გარკვეულწილად
დაბალია მაჩვენებლები და გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო, ჩვენი მოლოდინები უფრო მაღალი იყო, 98-99%-საც კი უნდა ვაღწევდეთ. თუმცა ამას ყველაფერს აქვს თავისი გარკვეული ობიექტური მიზეზებიც, მათ შორის ამ პერიოდში ეს არის გართულებებით მიმდინარე მშობიარობის შემდგომი თქვათ მდგომარეობები, რომლის დროსაც ვაქცინის გამოყენება უბრალოდ უკუჩვენებაა და შესაბამისად ხდება მეგრე ამ ბავშვის გადაწერა და გადამისამართება უკვე მის ტერიტორიული პრინციპით კონკრეტულ ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აი აღნიშნული ვაქცინების მიწოდება ბავშვებისთვის. აქ ერთვება უკვე პასუხისმგებლობა მშობლებისაც, რა თქმა უნდა, რომელიც ვალდებულია, რომ კონტროლზე აიყვანოს მისი შვილის ჯანმრთელობა და ერთვება პასუხისმგებლობა ასევე იმ პედიატრისა, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტულად აი ამ ახალშობილის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ბატონ გოჩა, უკაცრავად ხომ არ არის ეს ინფორმაციის ნაკლებობა დაუშვათ იგივე მშობელს. ხომ არ უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და არა მხოლოდ მშობელს, ეს ხომ არ უნდა დაიწყოს დაუშვათ ცოტა უფრო ადრე. შესაძლოა სკოლის პერიოდში არა, მაგრამ შემდგომ პერიოდში თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში. არ ვიცი, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის უფრო ალბათ გარკვეულია, მაგრამ კითხვა ასეთი მაქვს, აი საინტერესოა. ყველაზე ხშირად დასმადი კითხვა არის, ალბათ, როდესაც რაღაცა პრობლემას ვაწყდებით, ყველაზე ხშირად რა კითხვაც ისმება ხოლმე ყოველთვის, აი ხო არ არის ინფორმაციის დეფიციტი, ხო არ ჭირდება მეტი მუშაობა ჩვენ საზოგადოებას. მეტი მუშაობა ამ მიმართულებით ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, შედეგიანი და ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. თუნდაც სატელევიზიო გადაცემები, თუნდაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს. რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდევაც რა კეთდება, ну დავიწყოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მუდმივად არიან კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, სხვადასხვა უწყებებთან, მე გულისხმობ ამაში ბაღები, რესურს ცენტრები, თქვათ სხვადასხვა AIP სამსახურები, სადაც ისინი პერიოდულად დადიან და ატარებენ საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრებს. მათ შორის აი გვაქვს კვირეული იმუნიზაციის კვირეული ყოველ წელიწადს აღინიშნება და იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ყოველი დღის, კვირის ყოველი დღის ყოველი ასე ვთქვათ აქტივობა არის ძალიან დეტალურად გაწერილი და მათ შორის არის ისეთი შეხვედრები, როგორიც არის მაგალითად ბაღებში მშობლებთან შეხვედრა და ინდივიდუალური გასაუბრება, სკოლებში მშობლებთან შეხვედრა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება. ყველა ეს ამ ტიპის პირდაპირი კომუნიკაცია ხორციელდება იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გქონდეს ჩვენს საზოგადოებას. გარდა ამისა, გვაქვს სატელევიზიო გამოსვლები, არის სხვადასხვა სატელევიზიო მიმართვები, თქვენც გქონდათ ბატონ პაატა იმნაცესთანაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ და ასევე საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიებს და ტელევიზიებს არაერთხელ ქონიათ, როგორც ხათუნა ზახაშვილთან, ასევე ბატონ პაატასთან ჩვენს პერმანენტულად ძალიან ხშირად ვაშუქებთ თემებს. გარდა მაგისა, გვაქვს სხვადასხვა სოციალური რგოლები, რომლებიც მუდმივად ტრიალებს ეთერში და საზოგადოებას მოუწოდებს ვაქცინაციისაკენ. გარდა ამისა, ანუ კამპანია არსებობს, რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მაგრამ არასაკმარისი არსებობს, თქვათ იგივე ვებგვერდი სოციალური, არსებობს სოციალური პლატფორმა, სადაც ამ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, არსებობს ასევე აპლიკაცია შესაბამისი, რომელიც ძალიან კომფორტული და ძალიან ასე ვთქვათ. აი ბატონ გოჩა, იმდენამეს ამბობთ ახლა მესმის რომ კამპანია ტარდება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში უნდობლობის ფაქტიც არსებობდეს და ეს ზუსტად იმ პერიოდიდან, რომელიც სამწუხაროდ გვახსოვს, არ დაგვავიწყდება დიდხანს ეს კოვიდის პერიოდი. რა თქმა უნდა, არსებობს ეს უნდობლობის მომენტი ჩვენ და სამწუხაროდ და ამ უნდობლობის მომენტის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ესე ვთქვათ პროვოცირებელი, რომ ეს უნდობლობა უფრო გააქტიურებულიყო და განვითარებულიყო, იყო პირველად 1998 წელს, როდესაც ჩაგვივარდა ჩვენ წითელაწითურა ყურას ვაქცინაციის ასე ვთქვათ მარათონული ვაქცინაციის გეგმა და ეს გამოიწვია, ეს ჩავარდა იმან, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა მეცნიერმა, არაქართველმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული კვლევები, გამოაქვეყნა ინფორმაცია, მსტარი ინფორმაცია წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თითქოს და ის იწვევდა ბავშვებში აუტისტურ სპექტრს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ საშინელიზე გავლენა მოახდინა მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა მათ შორის საქართველოსთვის და დღესაც კი გვაქვს ჩვენ ამის გამოძახილი შეიძლება თქვენც კი გსმენიათ და ჩემთანაც სხვადასხვა მათ შორის მოქალაქეებსაც კი დაუსვამთ ეს შეკითხვები სხვადასხვა შეხვედრებზე მათ შორის თქვენ წარმოედგინეთ იგივე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც კი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე, რომ რამდენად ეს ინფორმაცია სიმართლეს მიეკუთვნებოდა, სიმართლე იყო თუ არა. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი და ის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა, თუ არ ვცდები, ბრიტანული ჟურნალისში იყო გამოქვეყნებული, აღნიშნული სტატია მალევე იქნა აღებული და აღებული იყო იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს მეცნიერი, რომელიც ამ დეზინფორმაციას ავრცელებდა და იყო პროფესიით გასტროენტეროლოგი ბრძანდებოდა თვითონ აღნიშნული პიროვნება და აღნიშნულმა პიროვნებამ ეს ინფორმაცია გაავრცელა, იმიტომ რომ დაინტერესებული იყო და თანამშრომლობდა ადვოკატების ჯგუფთან, რომელიც აწარმოებდნენ საქმეს იმ ვაქცინების მწარმოებლების წინააღმდეგ. ანუ ეს იყო მიზანმიმართული. ეს იყო ხო ქმედება აღნიშნული ექიმს ამის შემდგომ შეუჩერდა სამედიცინო ლიცენზია და აიგზელა მაგრამ ის მაინც დახს დატოვებდა ეს ინფორმაცია საზოგადოების მეხსიერებაში. რასაც ახლა მე თქვენ ინფორმაციას გაწვდით, ეს ხო ყველა მარიცის და ჩვენი მე არც არა სამწუხაროდ არც მე ჩვენი გადაცემის გახსნის შემდგომაც ყველა ამას გაიგებს. დიახ. სამწუხაროდ ყველა ალბათ არ მოგვისმენს და ყველა ამას ვერ გაიგებს. და რეალურად პრობლემა ამაში მდგომარეობს და იქ არანაირი ასე ვთქვათ საფუძველი იმ ეჭვებისა, რომელიც ამ პიროვნებამ გააჩინა საზოგადოებაში და რომელიც როგორც ეკო ისე გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რომელიც მივიდა იმ დედის, იმ შობლის, იმ ბებიის, იმ მათ შორის ეხანაც გითხარით, მივიდა სამედიცინო პერსონალის დონეზე, რომელიც თვითონ არის ვაქცინაციის მიმწოდებელი. და უკვე მასაც გაუჩნდა რაღაც კითხვის ნიშნები. მანაც დაიჯერა, რომ აი ესეთი ცნობილი გასტროენტეროლოგი ამნაირ ინფორმაციას ავრცელებს და იქნებ მართალია და ადგა და მე მშობელსაც უთხრა, რომ რავი, შენ ადგილას თავს შევიკავებდი ეხლა ამ ვაქცინაციისგან და ამან მოგცა რა. ამან მოგცა შემდგომ 98 წელს გავრცელდა ეს ინფორმაცია და 2004-2005 წელს მოგცა სერიოზული აფეთქება წითელასი, მათ შორის საქართველოშიც. ამან მოგცა ასევე ის, რომ აი დღეის მონაცემებით იმერეთში წითელა წითურა ყვაურაზე ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლები წლიური გვაქვს 86.84 და 82 და 75. მთელი საქართველოს მასშტაბით რო ავიღოთ 1-დან 6 წლამდე აუცილებლთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, სადღაც 27.000-მდე აუცილებელი ბავშვია, ასევე 6 წლიდან ზემოთ 10 წლამდე სადღაც 100.000-მდე ბავშვი არის, რომელიც არ არის აცრილი და იქედან გამომდინარე, რომ დღეს მაგალითად მსოფლიოს მასშტაბითაც არის უკვე დაფიქსირებული წითელას არაერთი შემთხვევა და მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა დაფიქსირებული უკვე რამოდენიმე შემთხვევა. იქედან გამომდინარე, რომ წითელასთვის დამახასიათებელი ესეთი მძიმე გართულება, როგორც არის ენცეფალიტი და ისეთი ასევე სამწუხაროდ ლეტალური გამოსავლებიც და არის ესეთი შემთხვევებიც დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის საფუძველი, რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, უფრო მეტად ვესაუბროთ ჩვენს მშობლებს, გაჯიუტებულ მშობლებს, სწორად დავანახოთ მათ თუ რა რისკის წინაშე აყენებენ საკუთარ შვილებს, იმით რომ ამ ვაქცინას არ გაუკეთებენ და ვაქცინაციას დროულად არ ჩაუტარებენ. სერიოზული საფრთხეები წითელასთვის დამახასიათებელი გვიანდელი გართულებებიც აი მაგალითად შეიძლება აი ახლა გადაიტანოს წარმატებით ბავშვმა წითელა რო დაემართოს, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდგომ შეიძლება გართულდეს და გამოვლინდეს ენცეფალიტი. გასაგებია ბატონ გოჩა, მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს მიმართო, ვინც ახლა შემოგვიერთა და მანამდე არ ქონდა დრო და ვერ გვისმენდა გადაცემის დასაწყისში, რომ აი ამ დრომდე, რაც ისაუბრა ბატონმა გოჩამ, აუცილებლად მოусმინეთ და იქნებ თქვენი შეხედულება რაღაცნაირად სხვა მიმართულებით წავიდეს იმუნიზაციასთან დაკავშირებით და იქნებ დაარწმუნოთ კიდევ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს
რომ გაუკეთოს სხვადასხვა სახის აცრა თავის შვილს დაარწმუნოთ ისინი, რომ ეს აუცილებელია. აუცილებლად მოусმინეთ გადაცემის ამ ნაწილს მაინც თუ კი მეტი დრო არ გექნებათ. დიახ, ბატონ გოჩა, იმუნიზაციაზე ასე უცებ ვერ დავასრულებთ თავისთავად საუბარს. იმდენად, მაგრამ ის ფაქტი, რაზეც თქვენ ახლა ყურადღება გაამახვილეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ მეც არ ვიცოდი და ვერ მივაწვდიდი მაყურებელს ამის შესახებ ინფორმაციას, თუნდაც სხვა გადაცემების დროს, მაგრამ დღეს უკვე ისეთ თემაზე საუბრობთ, რომ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. მოდით ახლა რესპირატორულ დაავადებებზე გადავიდეთ, რადგანაც ძალიან მალე გადის დრო და შემდეგ გზადაგზა შეგვიძლია ჩვენ იმუნიზაციის თუ კი გაქვთ დარჩენილი ესეთი სერიოზული სათქმელი არ დაიტოვოთ. ერთ-ერთი რაც ძალიან სერიოზული სათქმელია სანამ რესპირატორულ შევეხებით, აქ მინდა რომ ჩვენი აი ასე ვთქვათ სტატისტიკის ბოლო სვეტებს შევეხო, რომელიც მოიცავს HPV ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლებს. ეს არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მინდა ვთქვა, რომ არის საკმაოდ ძვირფასი მონაპოვარი ჩვენი სახელმწიფო პროგრამის და იძლევა საშუალებას დავიცვათ ჩვენი გოგონები და ჩვენი ვაჟებიც პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნური დაავადებებისაგან უკვე ზრდასრულობაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ერთადერთი გზა დღეს ქალბატონებში და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების მაჩვენებლებში, ქალბატონებში კიბოთი გარდაცვალების მაჩვენებლებში ერთ-ერთ წამყვან ადგილზე იმყოფება, ალბათ თქვენს კარგად მოგეხსენებათ, სამწუხაროდ და აი ეს არის ვაქცინა, რომელიც დანერგა ჩვენმა ქვეყანამ და რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი აბსოლუტურად უფასოდ 9 წლიდან ჩვენი შვილებისათვის და ასევე უკვე სახელმწიფო უზრუნველყო ის, რომ ჩავთოთ ამ ვაქცინაციაში 26 წლიდან 45 წლამდე ქალბატონებიც ოღონდ აუცილებლად შესაბამის ექიმთან კონსულტაციით, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია და აი ამ კონსულტაციის ნაწილში სახელმწიფოს საკმაოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამა აქვს, რომელთაც ხდება უზრუნველყოფა ამ სკრინინგული გამოკვლევების. ეს არის კიბოს სკრინინგის პროგრამის კომპონენტი და კერძოდ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, სადაც ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ექვემდებარებოდა აქამდე 25 წლიდან 60 წლამდე ქალბატონები და ახლაც იგივე ასაკობრივ ჯგუფს ვახორციელებთ, ოღონდ 25 წლიდან 30 წლამდე ქალბატონებში კეთდება ძველი ბატესტას მეთოდით კვლევა, აღებული ნაცხის კვლევა და 30 წლიდან 60 წლის ასაკის ქალბატონებში უკვე დაინერგა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევა, DNM-ის კვლევა, უკვე ესე იგი პაპილომა ვირუსის კონკრეტული DNM-ის კვლევა ხდება, რომელიც ხორციელდება ლუგარის ლაბორატორიაში. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული და საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც უკვე იძლევა პირდაპირ საშუალებას, რომ განსაზღვროს თუ რომელი გენის მატარებელი არის აღნიშნული, ვთქვათ, ქალბატონი, თუ აქვს მას პაპილომა ვირუსი და რომელი გენის მატარებელია და აქედან არის უკვე ცნობილი ის გენები, რომელიც არის პირდაპირ გამომწვევი სიმსივნური დაავადების და ექიმს უკვე ეძლევა საშუალება დროულად, ეფექტურად მართოს, რომ აღნიშნული სიმსივნე არ განვითარდეს ზვირადღირებული თქვით თქვენ, მაგრამ პიროვნებას ადამიანს ამის გადახდა არ არის არანაირი გამყას, ეს არის სახელმწიფო პროგრამის ფარგლები. აქვე უნდა ვთქვა, ეს არ უნდა დაუცადოს ადამიანმა, როცა რაიმე შეაწუხებს. გასაგები, აქვე უნდა ვთქვა 25 წელი წავიდეს ექიმთან, ჩაიტაროს სკრინინგული კვლევა. თქვენ ახსენეთ გადაცემის პირველ ნაწილში პატაიმნაძე, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი და იმ პერიოდში ძალიან აქტიური იყო ეს თემა, იმიტომ რომ განხილვა ხდებოდა და მან აღნიშნა, რომ და ეს ფრაზა ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ანონსში, რომ პაპილომა ვირუსი გადადის სქესობრივი კავშირით.
და ძალიან ბევრი არის დაავადებული სამწუხაროდ ამ ვირუსით დღეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ეს მისი სიტყვებია 22, 23, 24 ეს არის ყველაზე ისეთი მოწყვლადი ჯგუფი, როდესაც დაავადებულთა რაოდენობა არის საკმაოდ დიდი. და ის თქვენ დღეს დაადასტურეთ კიდევ ერთხელ რამდენად მნიშვნელოვანია გამოკვლევები ან იმუნიზაცია აცრები და ასე შემდეგ ვაქცინაციაც ნახეთ როგორ ავსებს ჩვენს ქვეყანაში უკვე სახელმწიფო პროგრამები რომელიც შემუშავდა და დაინერგა როგორ ავსებს ერთმანეთს იმისათვის რომ ჩვენ საბოლოო შედეგზე გავიდეთ და ჩვენი საბოლოო შედეგი არის ის რომ საქართველოში დავამარცხოთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნით ქალბატონების გარდაცვალების შემთხვევები და ეს დავიყვანოთ მინიმუმამდე. მესმის. და ამისათვის არსებობს ვაქცინა, ამისათვის არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამოკვლევებს უზრუნველყოფს და შემდგომ მკურნალობას უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში და პრაქტიკულად ყველანაირი შესაძლებლობა და რესურსი გვაქვს იმისათვის ერთადერთი რაც გვაკლია მაღალი ინფორმირებულობა ჩვენი საზოგადოების ამ საკითხებზე სწორი ინფორმაცია ასევე და მეცაც ჩვენ ვეხვეწებით მართლა ვეხვეწებით საზოგადოებრივი ჯანდაცვები ყავს დამოტივირებული და ძალიან აქტიურად მუშაობენ საზოგადოებასთან და იმასაც კი ვთავაზობთ მუნიციპალიტეტების დახმარებით თვითონ სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების საშუალებით რომ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები ტრანსპორტირებითაც უზრუნველყოთ, მივიყვანოთ კლინიკაში, გამოვიკვლიოთ და დავაბრუნოთ უკან. გასაგებია, მაგრამ ამასაც მოყვება ბატონ გოჩა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ამ კითხვის ნიშნების არსებობა ჩვენ უკვე შევეხეთ კოვიდის პერიოდში, როდესაც ადამიანებს აცრები უტარდებოდათ ის ასაკობრივი იყო, ის ასაკი იყო რაღაც გარკვეული ასაკი, როდესაც მიდიოდნენ ადამიანები და მათ თანხა ეძლეოდათ, თუ კი დაუშვათ აცრას ჩაიტარებდნენ. გვახსოვს ჩვენ ეს პერიოდი და შემდეგ გვახსოვს საზოგადოების მხრიდან დასმული კითხვები, რატომ გვიხდიან თანხას, თუ კი დაუშვათ ეს ვაქცინა არის კარგი. მე არ ვიცი ახლა ეს რამდენად კარგი გათვლა იყო თანხის მიწოდება. ძალიან ბევრი ადამიანი პირველ აცრას იტარებდა და შემდეგ აღარ, იმიტომ რომ ვიცით სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში რთულია, დღესაც რთულია სოციალური მდგომარეობა და თანხის გამო ბევრი წავიდა ამ ნაბიჯზე. ამიტომ რაღაც სხვა ფორმა ხომ არ იყო. ამით გადაიჩინეს თავი. დიახ, ნუ ნაწილობრივ და საერთაშორისო გამოცდილება რას გვაძლევს? აი, იქ რამდენად მაღალია დაუშვათ ეს პროცესი, ვაქცინაციის პროცესი და ჩვენ ხომ არ უნდა გადავიღოთ კიდევ რაიმე მათგან, რომ ხალხის ნდობაც მოვიპოვოთ და მათ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ეს ყველაზე მთავარი. დღეს მდგომარეობით იმუნიზაციის კუთხით გარკვეული კლება და ჩავარდნა კოვიდის შემდგომ პერიოდში არა μόνο საქართველოსთვის არის ეს დამახასიათებელი, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვისაც დამახასიათებელია. რაც შეეხებოდა კოვიდის დროს, ასე ვთქვათ, გარკვეული ინსტინქტივის დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის შეთავაზებას ვაქცინაციის სანაცვლოდ ეს გამოწვეული იყო იქედან პირველ რიგში, ну ამას რა თქმა უნდა რუტინული იმუნიზაციის ნაწილში არც არავინ დაუნერგია მსგავსი პრაქტიკა და არც არავინ აპირებს რომ მსგავსი პრაქტიკა დაინერგოს, იმიტომ რომ ვაქცინაცია დღეს ჩვენს ქვეყანაში რუტინული ვაქცინაცია სავალდებულოა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ნებაყოფლობითი, თუ ადამიანი უარს აცხადებს ვაქცინის გაკეთებაზე, ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტზე თვითონ გიწერს ხელს, რომ მან იცის გაიგო ყველაფერი, შეაფასა თავისი რისკები, მაგრამ უარს ამბობს ამაზე, ძალით ვერავის ვერ გაუკეთებს. რაც შეეხება იმ ინცენტივის შეთავაზებას, რომელიც მაშინ კოვიდის დროს ხორციელდებოდა, ამას ჰქონდა თავისი გამართლება და ეს გამართლება მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან სწრაფად იყო ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვაში მოსაყვანი. მისი დარეგულირება იყო სასწრაფოდ საჭირო, რომ ბევრი ადამიანი არ დაღუპულიყო. აღარ იყო იმდენი დრო, რომ ყველა ადამიანის ცნობიერებაში შეგვეღწია ბოლომდე და ეს ცნობიერება თქვათ შეგვეცვალა. და ამას ხშირ შემთხვევაში დამერწმუნეთ ადამიანებს, თქვენც იცნობთ, მეც ვიცნობ, ყველა ადამიანთან ამის მიღწევაც ზოგჯერ შეუძლებელია. თან პარალელურად ძალიან გააქტიურებული იყო ეს ანტივაქსერული კამპანიები, რომლებიც გარკვეული ფინანსური დაინტერესების მიზეზი.
ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ აი საიდან ხდებოდა რატომ დაუშვათ აი რადგანაც შევეხეთ რატომ იყო ეს ინტერესი საიდან მიდიოდა მე მაგ პროცესის დეტალებში რა თქმა უნდა ვერ შევალ თუ ამ ანტივაქსერების უკან ვინ იდგა ჩვენ ვიცით მაგალითად ახლა რა მაგალითის მოვიყვანე იგივე წითელ აწითურასთან დაკავშირებით რომ იყვნენ გარკვეული იურისტების და ადვოკატების ჯგუფი რომლებიც სასამართლო პროცესში გარკვეული წარმატების მისაღწევად რომ იქედან ფინანსური დაინტერესება ჰქონდათ ჩართეს ამაში თქვათ ცნობილი ექიმიც რომელიც გამოიყენეს კამპანიის საწინააღმდეგოდ აი ეს ფაქტიურად ფინანსური ინტერესი იყო ამ შემთხვევაშიც მიბმული და რა თქმა უნდა კოვიდის შემთხვევაშიც იყო გარკვეულ ფინანსურ ინტერესს მიბმული ეს საკითხი თუმცა დღეს რაც შეეხება იმუნიზაციის აი რუტინული იმუნიზაციის ნაწილს აქ პირველი არის და მთავარი არის ის რომ სწორად დავანახოთ ჩვენ საზოგადოებას ვაქცინაციის და იმუნიზაციის მნიშვნელობა 5 მილიონამდე ადამიანი იღუპებოდა ყოველწლიურად იმუნიზაციის ვაქცინაციის დანერგვამდე მსოფლიოში. ბავშვზე მაქვს საუბარი 5 მილიონამდე ბავშვი იღუპებოდა მსოფლიოში. დღეს ვაქცინაციამ 20-ზე მეტი ვაქცინა არის დღეს რაც მსოფლიოში გამოიყენება. ნუ აქედან არის რუტინული ვაქცინები, რომლებიც იცავს ამ დაავადებებისაგან და გარდა ამისა არის ისეთი ვაქცინები, რომელიც ამა თუ იმ მოგზაურობის დროს სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც მიდიხარ, იმ ქვეყნის რისკებიდან გამომდინარე უნდა აიცრა, როდესაც გიწევს ახლა თქვა სადღაც წასვლა. და მათ შორის არის ასევე სეზონური ვაქცინები, აი როგორც მაგალითად გრიპი არის, რომელიც და შეგვიძლია გრიპის გადავლებას თანდათან აქედან გამომდინარე. ამიტომ აი ეს ვაქცინებზე და მათ უსაფრთხოებაზე უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში. კარგად უნდა დავანახოთ ადამიანებს რა უფრო მეტი რისკია. მაგალითად ტეტანუსის განვითარება რო დაგემართოს ტეტანუსი და განვითარდეს, წითელა რო დაგემართოს და განვითარდეს, თქვათ იგივე და გართულდეს ენცეფალიტით, ეს უფრო მაღალი რისკია, თუ ის უფრო მაღალი რისკია, რომ ვაქცინა გავიკეთოთ, რომელიც მზადდება ინაქტივირებული ან შესუსტებული კონკრეტული დაავადების გამომწვევი ვირუსით და რომელსაც თავად არ შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს დაავადება და მისი ერთადერთი გართულება შეიძლება იყოს ან ტკივილი ინექციის ადგილას, ან შეწითლება, ან ტემპერატურა ერთჯერადად განვითარდეს და შეიძლება აი მილიონში რამოდენიმე შემთხვევაში იყოს რაღაცა უფრო მძიმე გართულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს ვაქცინას. შეიძლება ვისაუბროთ, რომ ანტირაბიულ ვაქცინას აქვს ალტერნატივა? რა თქმა უნდა არა აქვს. წინ მეორე მხარეს სასწორზე დგას ადამიანის სიცოცხლე 100%. ალტერნატივა ამ შემთხვევაში ყველამით. ამიტომ მოდით აი ამ მიმართულებით ვესაუბროთ პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებას უნდა ყოველთვის. გასაგებია. აი ბუნებრივია ეს თემა, რამდენიმე წუთში ვერ დასრულდებოდა. აუცილებლად გრიპი და რესპირატორული დაავადებები, გრიპთან მიბმული ასევე იმუნიზაციის პროცესი და ჩვენ ვიცით რომ გრიპის ვაქცინაც, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს, თუმცა მას აქვს გარკვეული პერიოდები და უნდა ავიცრათ მაშინ, როდესაც მოლოდინი გვაქვს ჩვენ უკვე რომ ვირუსები შემოდის. სანამ სეზონი გრძელდება, აცრა მანამდე გრძელდება. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ და აი აქამდე შეიძლება არ დამარტნია ადამიანს, მაგრამ მარტის ბოლომდე სეზონი გვიგრძელდება ისევ. ამიტომ დღესაც რო გაიკეთოს იმან ვაქცინა, რამოდენიმე დღეში უკვე ვაქცინა დაიწყებს ანტისხეულების გამომუშავებას და მას დაავადება რომც დაემართოს, სუბუქად გადაიტანს და აღარ გვექნება ის გართულებები და ის მძიმე შემთხვევები, რომელიც მერე სტაციონარიზაციას ითხოვს, ვითარდება მერე პნევმონია, მძიმდება პაციენტი და სამწუხაროდ თუ ქრონიკულად მოავადე და ზოგადად მძიმე ასე ვთქვათ ანამნეზის მქონე პაციენტია, შეიძლება ისე დამძიმდეს, რომ ლეტალურადაც კი დამთავრდეს ლეტალური გამოსავალი. ამიტომ შესაძლებელია ეს. ამიტომ არც რა დღესაც შესაძლებელია და დღეს მით უმეტეს ეხა იგივე სტაციონარული შემთხვევებისა და ასევე ამბულატორული შემთხვევების კუთხით, აი რო ავიღოთ ბოლო მე-7, მე-9 კვირის ანალიზი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს, მე-7, მე-8 კვირაში გქონდა გაცილებით უფრო მატება, მე-9 კვირიდან ეხა ცოტა შედარებით კლება წავიდა ეს ცივი სეზონი პირდაპირ პროპორციულად აისახება ამძიმებს მდგომარეობას. უნდა განვასწროთ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ახლა უნდა შეგაჩეროთ ბატონ გოჩა, იმიტომ რომ რეკლამაზე გვიწევს გასვლა. რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით და
გავნაგრძობთ ამ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბარს. აბარაგინდა. ხოიცი ეს ამბავი როგორ მუშაობს? არ შემიძლია ბოროტება, შეხვედრება. დანარჩენი ყველაფერი. შენი სურვე და მე შენ სურვილებს შეთავაზება გადავაქცევ. ცოტა მეჩქარება იცი? შენაირი მელოდება კიდევ 1,7,400,000 სელფის აბონენტი. უნდა გიმღერო ხო მაინც და მაინც. ყველას უნდა უმღერო რა. ისურვე შენ ისურვე საკმარისია ისურვო ის თუ ეს თუ ის თუ სიალი საფულში ზღვაზე გრიალი დარბაზში გუნდების თამაში პულის დაზოგვა ჭამაში თეატრია კინო რომ არ მოიწყინო ისურვე და აგიხდება მოკლედ შეთავაზებს ნახავ სელფის აპლიკაციაში. წავედი ახლა მე, სად არის შემდეგი გამოძახება? ბეგლა რახოსპირელის ქუჩაზე. ისურვე ბეგლა შემდგომ ჩვენ კვირდაპირ ეთერში ვართ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამსახურის უფროსი გოჩა გიორგაიძე ყავს შემეშალა კიყავ გადაცემაში სტუმრად საკმაოდ საინტერესო ისაუბრა გადაცემის პირველ ნაწილში და ვფიქრობთ ასევე საინტერესო თემები გვაქვს გადაცემის მეორე ნაწილში ეს არის რესპირატორული დაავადებები გრიპი გამომწვევი მიზეზები იმუნიზაციაზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი და ფაქტობრივად დასასრულის მივდიოდით, როდესაც რეკლამაზე გავედით. დიახ, იმუნიზაციას ყოველ წელს გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად კეთდება მოგეხსენებათ და ყოველ წელს ოქტომბრის შუიდან, ასე ოქტომბრის თვის ბოლოდან საქართველოს უზრუნველყოფილი აქვს უფასო ვაქცინა ჩვენი მოსახლეობისათვის და წელსაც ასე იყო, დაახლოებით 200,000 დოზა ვაქცინა იყო შესყიდული ჩვენი ხელისუფლების მიერ და შეთავაზებული შესაბამისად ჩვენ საზოგადოებაზე. პირველ რიგში დავიწყეთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან რისკ ჯგუფების ვაქცინაცია. რამე თუ მოგეხსენებათ გრიპი პირველ რიგში სწორედ იმ სუსტ ადგილებს იმ მოწყვლად პოპულაციაზე გართულებებით ხასიათდება, როგორიც დაინტერესება ზუსტად ამ ჯგუფებიდან ბატონ გოჩა. დიახ. აი მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში თანდათან ეს დაინტერესება უფრო იზრდება. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან მცირე დოზები შემოდიოდა საქართველოში ვაქცინის და მის გახარჯვასაც კი ვერ უზრუნველყოფდით. იმდენად დაბალი იყო ინფორმირებულობის დონე, იმდენად ნაკლებად იყო ჩვენი საზოგადოება გაცნობიერებული თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის გრიპისაგან ვაქცინის თავდაცვა, თუმცა ისეთმა მძიმე პერიოდებმა, როგორიც ჰქონდა ჩვენ გახსოვთ თქვენ ერთგვარი ფრინველის გრიპი, ღორის გრიპი, ატიპის H1 იყო, ატიპის H3 გრიპი, რომელიც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენ საზოგადოებას და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენთანაც ბევრი ადამიანი ემსხვერპლა მას, განსაკუთრებით რისკ ჯგუფები და განსაკუთრებით მინდა გამოყვო აქედან ორსული ქალბატონები და მეძუძური დედები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ დარტყმის ქვეშ მყოფი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები არიან, მოხუცები, ქრონიკულად მოავადეები, დიაბეტით, ქრონიკულად მოავადეები, გულსიძახვა დაავადებებით, ვთქვათ, სხვადასხვა ორგანო გადანერგილი პირები. ეს არის ის კატეგორია ადამიანებისა, რომელიც პირველ რიგში უნდა დავიცვათ ყოველთვის გრიპისაგან და შევთავაზოთ მას ვაქცინა. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც ასე მოიქცა. აი დღეს მონაცემებით რო ავიღოთ მარტო იმერეთში გვაქვს უკვე ადმინისტრირებული სადღაც 25,000-მდე დოზა ვაქცინა და ეს არც თუ ისე ბევრია, ვისურვებდი რომ კიდევ უფრო მეტი იყოს ვაქცინირებული და უფრო მეტად დაცული იქნებოდა ჩვენი საზოგადოება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ როდესაც ჩვენ ვაქცინას ვიკეთებთ,
ამით საკუთარ თავს არ ვიცავთ მარტო. გარშემო მყოფებს. მე ვიცავ ასევე გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს. შესაძლოა ვაქცინის გაკეთება უკუნაჩვენებია, მყავს ოჯახში ვიღაც ისეთი დაავადებული, მაგალითად ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე მყოფი ონკოპაციენტი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე, სანამ ის ქიმიოთერაპიას იტარებს, მისთვის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება. ამ შემთხვევაში უნდა დავიცვა, მე გავიკეთო, რომ მას არ დაემართოს დაავადება, არ მივუტანოს სახში ვირუსი და ამით დავიცვა და როდესაც მისთვისაც შესაძლებელი იქნება, მე შემდეგ შესაბამისად ისიც ავცრა და მასაც ჩაუტარო შესაბამისი ვაქცინაცია. ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ და ჩვენ უნდა ვუდგებოდეთ იმუნიზაციის საკითხს გლობალურად და კონკრეტულად გრიპის ვაქცინაციასაც არას პირადი სარგებლიდან გამომდინარე, მხოლოდ არამედ იმ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვის ფიქრიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან და რომლებზეც ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ჩვენ მშობლებზე, ვიზრუნოთ ჩვენ შვილებზე, ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახის წევრებზე და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. ბატონ გოჩა, რა სახის ვირუსები ცირკულირებს ამ ეტაპზე? არის თუ არა დაუშვათ საშიში იმ კუთხით, რომ შესაძლოა რაღაც განვითარება მიეცეს ამას, იმიტომ რომ კოვიდის შემდეგ ისევ ვართ დაშინებულები, ხომ არ არის რაიმე ახალი ვირუსი, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სრულიად საქართველოში ტემპერატურამ დაიკლო, აცივდა, თოვლი მოვიდა დასავლეთ საქართველოში და ნუ ამას ბუნებრივია რაღაც თავისებურებები ახლავს. დიახ, მეც ეხანაც აღნიშნე, მომატებული გქონდა მე-7 მე-8 კვირაში, აი ბოლო მე-5 მე-6 მე-7 მე-8 კვირა გარკვეული დინამიკა მატებისა იყო როგორც ამბულატორული შემთხვევების, ასევე სტაციონარული მძიმე შემთხვევებისა, რესპირატორული ინფექციების და გრიპის. ეს იყო ამ ამინდებამდე. ეს იყო, აი თქვა მე-7 მე-8 კვირა ზუსტად ეს ამინდებია, მე-9 კვირა პრაქტიკულად წინა კვირის პერიოდია და ეხა თანდათან ნელ-ნელა წავედით კლებისაკენ და იმედი გვაქვს, რომ ეს გარკვეული პიქს უკვე მიაღწია რესპირატორულმა დაავადებამ და შედარებით კლებისაკენ უნდა წავიდეთ. ძირითადად ცირკულაციაში უკვე ჯამში რო ავიღოთ გრიპი, როგორც ასეთი გრიპი ცირკულირებს სადღაც ალბათ 60-70%-მდე დღეს, აქედან უფრო მეტად გვხვდებით B ტიპის გრიპს და ასევე გვაქვს როგორც A ტიპის H3, ასევე A ტიპის H1 გრიპი, ეს იგივე პანდემიური გრიპები, რომელსაც ღორის გრიპს და ფრინველის გრიპს რო ეძახდნენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის დღეს რაიმე განსაკუთრებული განგაშიშა და შეშფოთების საფუძველი, რადგან აბსოლუტურად ჩვენ თუ ავიღებთ სტატისტიკას, გადავხედავთ წინა წლებისა და წინა პერიოდისას, ის ჯდება იმ ასე ვთქვათ მიმდინარეობის იმ ციკლის ფაზებში, რომელიც დამახასიათებელი არის ასე ვთქვათ ცივი სეზონისათვის რესპირატორული ინფექციების ასე ვთქვათ გართულების თვალსაზრისით. მთავარია რომ გვახსოვდეს ერთი რამ, რომ პირველი გვაქვს ვაქცინა და ვისაც არაუცრია უნდა აიცრას, მეორე თუ ვაქცინა არ გაუკეთებია ადამიანს და შეატყობს, რომ დაემართა რესპირატორული დაავადება, რომელიც სწრაფად იწყებს, ვთქვათ, კლინიკურად გამოვლინებას, მაღალი ტემპერატურით, სახლების ტკივილით, თავის ტკივილით და ასე შემდგომ და ეს ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება და ვერ იკლებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, რომ ჩაიტაროს სათანადო ადეკვატური მკურნალობა და ამისთვის არსებობს როგორც ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც მათ შორის სახელმწიფოს მიერ, ვთქვათ, სოციალურად დაუცველებისთვის და რისკ ჯგუფებისთვის არის უფასოდ და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათთვის, რომ ამაშიც არ დაიხარჯონ და უფასოდ მიიღონ ეს მედიკამენტი, ხოლო დანარჩენი საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის უფასოდ აგერ ბატონო ვაქცინა გვაქვს, ვაქცინა თუ არ გაიგეთე, მიმართე ექიმს და იმკურნალე შესაბამისად ჩაიტარე მკურნალობა დროულად, რომ არ გართულდეს. და გართულებას, როგორც მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, გრიპისათვის უფრო დამახასიათებელია ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადებებისათვის და ამიტომაც ვსაუბრობთ ამდენს ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია. აი უფასო მედიკამენტები ეს ალბათ ძალიან ბევრ ტელემაყურებელს დაინტერესებს. ეს საუბარი სოციალურად დაუცველებისთვის და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მათთვის არსებობს და ალბათ აფთიაქში უნდა მოითხოვონ თუ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, როდესაც
როდესაც ისინი მიმართავენ ამბულატორულ დაწესებულებას, ამბულატორული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, თუ კი ოჯახი ექიმი განსაზღვრავს საჭიროებას, რომ ამ პიროვნებას უნდა დაენიშნოს შესაბამისი მედიკამენტი, ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით ხდება მერე მიწოდება ამ კონკრეტულ პიროვნებაზე აღნიშნული მედიკამენტი. ანუ ეს ქსელი არსებობს და აი ამ ქსელის მიხედვით შეუძლია უკვე მომხმარებელს შეიძინოს უფასოდ აფთიაქში სხვადასხვა სახის პრეპარატი, ოღონდ სოციალურად დაუცველებისთვის. პრევენციაზე გითხარით აუცილებლად, როგორ უნდა მოვიქცეთ? გრიპის პრევენცია, ისე როგორც ყველა სხვა რესპირატორული დაავადების და ისე როგორც კოვიდის, ამ ეთერშიც ძალიან ბევრი ვარ. ძალიან ბევრჯერ. არაერთხელ ნასაუბრები. ყველაზე მთავარი არის პირადი ჰიგიენა. დიახ. ეს არის ხელების ჰიგიენა, ეს არის დისტანციის დაცვა, ეს არის პირბადის გამოყენება, როდესაც დაავადებულია ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ თავად ვართ რესპირატორული სიმპტომის მატარებელი. ყველაზე მთავარი არის, რომ დაავადებული ადამიანი სახლში უნდა დაჯდეს. და არ უნდა იაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, არ უნდა იაროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ უნდა იაროს სამსახურში. მაგრამ თუ ამის აუცილებლობა არის და გამოუვალი სიტუაცია და მას უწევს გადაადგილება, აუცილებლად უნდა გამოიყენოს პირბადე და მიაქციოს ხელების ჰიგიენას ყურადღება. ხშირად დაიბანოს ხელი გამდინარე წყლით და თხევადის საპონით, ხელების დაბანის შემდგომ, გამშრალების შემდგომ თუ აქვს საშუალება გამოიყენოს ასევე სადეზინფექციო ხსნარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესი, არა ნარკოტიკს, არა თამბაქოს, არა ალკოჰოლს, განსაკუთრებით ამ პერიოდის განმავლობაში, სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობა, ხშირად განიავება იმ სივრცეების, სადაც ვიმყოფებით, თუნდაც საათში ერთხელ რომ ფანჯარა შევაღოთ და ჰაერი გავწმინდოთ, ეს უკვე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პრევენცია მოვახდინოთ ვირუსული დაავადების გავრცელებისა. უღრმესი მადლობა ბატონ გოჩა. არის კიდევ ძალიან ბევრი კითხვა, თუმცა მე არ მინდა რომ ერთ გადაცემაში დავასრულოთ, იმიტომ რომ სხვა გადაცემებში კიდევ გელოდებით თქვენი საინტერესო საუბრებით, საინტერესო რჩევებით საზოგადოებისთვის და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართოთ ალბათ რომ დავინდოთ ერთმანეთი, აუცილებლად მივყვეთ იმ რჩევებს, რასაც გვეუბნება ექიმი, ამ შემთხვევაში რაც გვირჩია ბატონმა გოჩამ, ვიყოთ დაცულები, ჯანმრთელები და აუცილებლად გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ გადაცემის სტუმარი გახლდათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამსახურის უფროსი გოჩა გიორგიძე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ამ ფორმატით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, სამშაბათს ზუსტად 19 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.